თქვენს გადაცემას ყოველდღე ვუყურებ, ძალიან აქტუალურ თემებზე მიდის საუბარი. დღეს იყო ასეთი გადაცემა ტროტუარებზე პარკირებასა და გამოსვლებზე. ხო და თუ შეიძლება გავიგებართოთ, რამე კანონმდებლობის დონეზე თუ შეიძლება მიიღება ასეთი რომ თქვა და აღარ იყოს ამ დაჯარიმების სახით. რას გულისხმობთ? ბათუმზეა საუბარი, ბათუმიდან არის საუბარი, ახლა ზაფხულში ის გადატვირთულია ჩვენი ქალაქი და ტროტუარზე თქვენით მოსიარულეს და გადასასვლელზე ვერც ბავშვს ეტლის გაატარებს მშობელი და ვერც თეხით ვერ გაივლი ადამიანი და კანონმდებლობის დონეზე თუ არის რაიმე მისაღწევი ასეთი რომ გაკეთდეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზარისთვის. თბილისში მაგალითად, სადაც რის გამოც წამოიწყეს ეს აქცია, მოქალაქეებმა ტერიტორია ტროტუარზე ცხადია ფეხით მოსიარულეებს ეკუთვნის, თუმცა სითი პარკის მიერ არის დახაზული ძალიან დიდი ნაწილი და აქ უკვე ავტომანქანებს ლეგალურად შეუძლიათ განთავსონ თავიანთი მანქანები. მცირე ფულადი ჯარიმა არის იმ შემთხვევაში, მე თუ არ ვცდები 10 ლარის ოდენობით, ხო? 10 ლარის ოდენობით, როდესაც არა დახაზულ ტერიტორიაზე, ანუ არა ტროტუარისთვის, არა მანქანისთვის დახაზულ ტერიტორიაზე დგას მანქანა, მაგრამ ეს საკმაოდ მცირეა, 10 ლარის ოდენობით არის და როგორც წესი, არ ვიცი რამდენად ხშირად აჯარიმება ხოლმე მანქანებს, ამის გამო მით უმეტეს ბათუმში. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის, ცხადია ჩვენ არ გვინდა მოწოდებას ამით გამოგვივიდეს, მაგრამ ეს პრობლემა არის ნამდვილად და მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა, ის რომ მოქალაქეებმა ხშირად მივაწოდოთ იგივე ხელისუფლებას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაწუხებს ოკუპირებული და მანქანების მიერ დაპყრობილი ტროტუარები და გვინდა რომ ის ფეხით მოსიარულეებისთვის იყოს გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებმა თვითონ მიუმართოთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით და დაველოდოთ გარკვეულ შედეგს, იმიტომ რომ მიმართვის გარეშე და მოთხოვნის გარეშე როგორც ჩანს ეს პრობლემა არ დარეგულირდება.